გამარჯობათ, ჩვენ ვაგრძელებთ სალექციო კურსს, რომელიც შეისწავლის ადამიანის ძილს. ეს არის ჩვენი მეოთხე ლექცია და დღეს ჩვენ დავიწყებთ საუბარს ძილის ფიზიოლოგიაზე. სალექციო კურსის დასაწყისში თქვენ გაეცანით ძილისა და ღვიძლის, ანუ თავის ტვინის ამ ორი ძირითადი ფუნქციური მდგომარეობის ქცევით და ელექტროენცეფალოგრაფიულ მახასიათებლებს. ანუ თქვენთვის უკვე ცნობილია თუ რა დინამიკას განიცდის ეს პარამეტრები ღვიძლის მდგომარეობიდან ძილში გადასვლისას და პირიქით ძილიდან გამოღვიძების დროს. დღეს მე კიდევ ერთხელ შევჩერდები ამ საკითხებზე, ბუნებრივია ძალიან მოკლედ, რათა შეგახსენოთ ძირითადი მნიშვნელოვანი ასპექტები. და გარდა ამისა, მე უკვე დეტალურად მოგიყვებით თუ რა დინამიკას განიცდის ჩვენი ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციები ძილ-ღვიძლის ციკლის მიმდინარეობისას. რა ქცევით პასუხებთან გვაქვს ჩვენ საქმე ღვიძლის მდგომარეობიდან ძილში გადასვლისას. ძილის ერთ-ერთი გამოხატული ქცევითი მახასიათებელი ეს არის გარე სამყაროსაგან ორგანიზმის გათიშვა, რაც ხორციელდება სენსორული შესავალი გზების ნაწილობრივი ბლოკირებით. ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ, რომ გამოხატული არის ღვიძლის მდგომარეობისათვის დამახასიათებელი EEG პატერნი და ასევე თქვენ ხედავთ თუ როგორ იცვლება ეს პატერნი, ანუ როგორ იცვლება ტვინის ტალღების სურათი ძილის დადგომის მომენტში. სწორედ ეს არის ის მონაკვეთი, როდესაც უკვე სენსორული შესავალი გზები ნაწილობრივ არის დაბლოკილი და სრულად არ ხდება იმ ინფორმაციის მიღება, რასაც ჩვენ ღვიძლის მიმდინარეობისას ვიღებთ ამ გზების მეშვეობით. ეხლა რატომ ვამბობთ, რომ არის საქმე გვაქვს სენსორული შესავალი გზების ნაწილობრივ ბლოკირებასთან? საქმე იმაშია, რომ ორგანიზმის რეაგირება გარეგან სენსორულ სტიმულებზე ძილის დროს ბევრად შესუსტებულია ღვიძლთან შედარებით. და ეს ფაქტი ნაჩვენები არის სხვადასხვა ტიპის სენსორული სტიმულების მაგალითებზე. აი ვთქვათ, მღვიძარე ადამიანები უპრობლემოდ ასრულებენ თხოვნას, რომ რეაგირება მოახდინონ თავიანთ თვალწინ ანთებულ შუქზე. ეს არის საკმაოდ მარტივი ქცევითი ამოცანა, როდესაც მკვლევარი თხოვს სუბიექტს, რომ მან ან დააკაკუნოს, უმეტეს შემთხვევაში ვთქვათ, მაგიდაზე დაკაკუნებით, ანიშნოს მკვლევარს, რომ მან აღიქვა ის სტიმული, რაც მკვლევარმა მიაწოდა, მაგრამ აი ამ თითქოს მარტივი ქცევითი ამოცანის შესრულება ვერ ხერხდება მძინარე სუბიექტებში. და ეს განპირობებული არის არა მოწოდებული სტიმულის აღქმის უუნარობით, არამედ ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის ჩვენ აქ საქმე გვაქვს ადამიანის ფუნქციურ სიბრმავესთან. მსგავსი ტენდენცია ნაჩვენები არის გერითი სტიმულების გამოყენების მეშვეობით ჩატარებულ ცდებში. მძინარე სუბიექტი ვერ აღიქვამს ზღურბლოვან ბგერით სტიმულს, რაც მისთვის ადვილად გარჩევადია ღვიძლის მდგომარეობაში. ზრდასრული ასაკის სუბიექტებში ბგერითი სტიმულის ზღურბლი ყველაზე მაღალია ნელტალღოვანი ძილის, ანუ ნელტალღოვანი ძილის მესამე-მეოთხე სტადიებში, ანუ დელტა ძილში. ხოლო ეს ზღურბლი დაბალია პარადოქსული, ანუ რემ-ძილისა და ნელტალღოვანი ძილის პირველ და მეორე სტადიებში. აი ეს პარამეტრი სწორედ გამოიყენება ადამიანის ძილის
ხარისხობრივი დახასიათების თვალსაზრისით თქვენ ერთ-ერთ ლექციაში მოისმინეთ, რომ დილს ჩვენ ვახასიათებთ არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ ხარისხობრივადაც და თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ძილის ინტენსივობაზე, ანუ მის სიღრმეზე. ამასთანავე თქვენ ასევე იცით, რომ ძილის სიღრმე ეს არის შედარებითი მცნება, ვინაიდან ცალსახად იმის თქმა, რომ ძილის გარკვეული სტადია არის, თქვათ, ყველაზე ღრმა, სხვა სტადიებთან შედარებით საკმაოდ რთულია, ვინაიდან რაღაც პარამეტრების მიხედვით შესაძლოა, აი როგორც ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ჩვენ საქმე გვაქვს, ჩვენ აი ამ ანალიზს ვატარებთ ბგერითი სტიმულის აღქმის პარამეტრის მიხედვით და აი ამ შემთხვევაში ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ნელტალღოვანი ძილის მესამე და მეოთხე სტადია, ანუ დელტა ძილი არის ყველაზე ღრმა, ხოლო პირველი და მეორე სტადია და ასევე პარადოქსული ძილი არის ზერელი ძილი, თუმცა სხვა პარამეტრების მიხედვით შესაძლოა ეს სურათი რადიკალურად შეიცვალოს. რაც შეეხება ასაკის მომატებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, მინდა გითხრათ, რომ ასაკოვან ადამიანებში ბგერითი სტიმულის ზღურბლი თანდათანობით დაბლა იწევს, ხოლო ჩვილ ბავშვებში და მოზარდებში კი პირიქით ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. და არის მონაცემები, ექსპერიმენტალური მონაცემები იმის თაობაზე, რომ საკმაოდ მაღალი ინტენსივობის ბგერითი სტიმულების გამოყენების შემთხვევაშიც კი ძალიან რთულია ბავშვებში, აი ჩვილ ბავშვებში და მოზარდებში ქცევითი გამოღვიძების მიღწევა, განსაკუთრებით ღამის პირველ მონაკვეთში და მინდა გითხრათ, რომ ეს ამ ცდების შედეგები, ასე ვთქვათ, ზოგიერთ მკვლევარში კითხვასაც კი ბადებს იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორია ძილის დეფინიციაში გამოყენებული სიტყვა რევერსულობა, რომ ასე ვთქვათ, ძილის მდგომარეობიდან გამოსვლა საკმაოდ ადვილია, ვინაიდან ამ აღნიშნული ცდების შედეგების მიხედვით ეს ცოტათი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მიუხედავად აი ამ ზემოთ აღწერილი ფაქტებისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძილის მიმდინარეობისას ბგერითი სტიმულების დისკრიმინაციის უნარი ზოგადად მაინც შენარჩუნებულია. და მე არგუმენტებს მოგიყვანთ ძალიან მარტივს, ანუ თქვენთვის ალბათ ყველა თქვენთაგანისათვის ცნობილს ფაქტებს, რომ ნებისმიერი ადამიანის შეღვიძება ჯერ ერთი მიიღწევა ბევრად უფრო ადვილად, თუ მას მიმართავთ საკუთარი სახელით და არა ვთქვათ, წარმოთქვამთ სხვა პიროვნების სახელს. გარდა ამისა, ყველა თქვენთაგანისათვის ალბათ ცნობილია, რომ დედა უმეტეს შემთხვევაში, ალბათ თუ რაღაც ძალიან დაღლილი არ არის, ან რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან თუ არ გვაქვს საქმე, დედა ადვილად იღვიძებს საკუთარი ჩვილი ბავშვის ტირილზე, ვიდრე ვთქვათ, იგივე ასაკის ბავშვის ტირილზე, ოღონდ არა საკუთარი შვილის, არამედ სხვა პატარა ბავშვის ტირილზე. მაშასადამე ბგერითი სტიმულების დისკრიმინაციის უნარი ძილის მდგომარეობაში შენარჩუნებულია, უბრალოდ ზღურბლი, აი ამ ბგერითი სტიმულების აღქმის ზღურბლი არის საკმაოდ დაბალი. უბრალოდ მაღალი.